სერბეთში ვიზიტით იმყოფება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები იმყოფებიან ბელგრადში დაგეგმილ უმაღლესი დონის შეხვედრებზე განხილვის თემა იქნება საკანონმდებლო ჩარჩოს მოდერნიზება, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი ცვლილებები. ვიზიტის ფარგლებში იმსჯელებენ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე. შალვა სუმბაძე დეტალებით. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი სერბეთის დედაქალაქში ბელგრადში უკვე დაიწყო. 3 დღის განმავლობაში უმაღლეს დონეზე გამართავენ კომიტეტის წარმომადგენლები შეხვედრას როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. დღეს დაგეგმილია შეხვედრა სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლებთან, რომელთანაც მსჯელობა შეეხება ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ შედეგებს, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს და იმ პრაქტიკის გაზიარებას, რომელიც სერბეთს აქვს კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მოლაპარაკებების გახსნამდე საკანონმდებლო მიმართულებით, როგორც აღინიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლების მხრიდან, საქართველოს და სერბეთის შემთხვევაში მსგავსია ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა ამ გზაზე, მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტის და მთლიანობის დაცვის მიმართულებით და ამ შემთხვევაში იმ პრაქტიკას, იმ გამოცდილებას გაიზიარებენ ქართული დელეგაციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ მიმართულებით სერბეთში არსებობს. გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებთან, როგორც უკვე გითხარით, და საკანონმდებლო ცვლილებების, საკანონმდებლო ჩარჩოების მოდერნიზება იქნება განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა. ამის შემდეგ უკვე დაგეგმილია შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელთანაც ბუნებრივია საუბარი შეეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, დიპლომატიური ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებას და ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ გარდა პოლიტიკური საკითხებისა, დღის წესრიგში დგას მნიშვნელოვანი ეკონომიკური საკითხების განხილვაც, როგორც იცით, სერბეთი არის ციფრული ეკონომიკის და IT მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს აინტერესებთ, როგორ შეიძლება ეს გზა მაქსიმალურად მარტივად გაიაროს ჩვენმა ქვეყანამაც, რათა საკანონმდებლო ჩარჩოს მორგება, მოდერნიზება მოხდეს იმგვარად, რომ ამ მიმართულებების განვითარება ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო დაჩქარდეს. ეს ვიზიტი ხაზს უსვავს ქვეყნებს შორის მზარდ თანამშრომლობას და საერთო ინტერესს ევროინტეგრაციის პროცესში. სერბეთი, როგორც კანდიდატი ქვეყნისაგან, მნიშვნელოვანია გაზიარება იმ ინფორმაციის, რაც ევროინტეგრაციის გზაზე მათ განსაკუთრებულად საკანონმდებლო მიმართულებით გადადგეს. შესაბამისად, საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებში გვექნება შეხვედრები ძირითად კომიტეტების თავმჯდომარეებთან და წევრებთან, იმისათვის, რომ უკეთესად გავეცნოთ კონკრეტული ის ნაბიჯები, რაც ასოცირებით გათვალისწინებული ვალდებულებებია, ასევე გახსნილი მოლაპარაკებების ფარგლებში აქვს აღებული სერბეთს. ძირითადი საკითხი არის ევროინტეგრაცია. ასევე მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ სერბეთს მსგავსი ტიპის გამოწვევები აქვს სუვერენიტეტისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ევროინტეგრაციის გზაზე. როგორც იცით, კოსოვო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიული საკითხი არის სერბეთისათვის და საქართველო ამ მიმართულებითაც გაეცნობა იმ ძირითად გამოწვევებს, რაც ევროინტეგრაციის პროცესში იქნება გასათვალისწინებელი. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან სერბეთის დედაქალაქში ბელგრადში, უკვე რამდენიმე საათში დაიწყება პირველი შეხვედრები და როგორც გითხარით, ოფიციალური ვიზიტი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და გაიმართება უმაღლეს დონეზე შეხვედრები, როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მადლობა, შალვა სუმბაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში.